ჩვენთან დიდი სიახლეა. ბევრი ჭურჭელი გადავახალისეთ. ყველა სივრცე თუ კი რამე გქონდა, მაიამ თავისი, მე ჩემი. ბევრი ამბავი გამოვყარეთ. რევოლუცია გვაქვს, რევოლუცია საგაზაფხულო რევოლუცია და უამრავი ჭურჭელი შემოვიტანეთ ორანჟერეში. სანამ წვეულებებია 20 აპრილის ჩათვლით, ბევრი ჭურჭლის, ფარდაგების გამოფენას ცალკე გავაკეთებთ, მაგრამ ბევრნაირი ჭურჭელი გამოვიტანეთ. უამრავი საინტერესო ნივთია, მოგონებები, წარსულის გახსენება. ტექსტილი, ფაიფური, ბროული, თუ კი რამე შეიძლება საინტერესო იყო იმ პერიოდში, ყველაფერი არის ერთ სივრცეში. გადავახალისეთ ბევრი რამე ახალი ვიყიდეთ, ბევრი შევცვალეთ, ბევრს შეველიეთ, ბევრზე გულიც გვწყდება. სიარა ნახე რა შუშებია. მაგალითად 50-იანი წლები. 50-იანი წლები. ტექსტილი ნახე რამდენია, პალიშები, ხავერდები ძველი. რა ვიცი, ბევრი ნაჭერია, ბევრი მაიასია, ბევრი ჩემია, რა ვიცი. აქ ეშმაკი ვეღარ გაიგნებს ახლა თავს და ბოლოს. ისეთი ამბავია. ჩეხურია მაია. ძველი ჩეხური იქნება კი. შეიძლება იუგოსლავიაც იყოს, იცით, აწერია. ეს არ არის თავის ყუთი, მაგრამ მე ვფიქრობ. არა? არა. ეული ჩაიდნებიც არის ცალკე ფინჯან ლამპაკი, სერვიზები, რა ვიცი, რაც უკვე აღარ გვჭირდება ჩვენ და ვეღარ ვიყენებთ, ასე ვთქვათ. იცი რა გამიგონია? კოლექციონერებიო პირველი 10 წელი რასაც აგროვებენ, იმას მე ყველაფერს ყიდიან და ახლებს ყიდულობენ. ნახე, ესენი სულ ევროპიდანაა ჩამოტანილი. ძალიან მომწონდა. სასაპნეები იმ ხელსაბანების ნაწილებია. გიჟდებოდი ისე მომწონდა. ეს ბატონი ზურაბის საქსის კოლექციაა. ძალიან დიდი ხანი ვაგროვეთ, მაგრამ რავი, ჩვენ ინტერიერს უფრო ყვავილები უხდება და რატომღაც ეს გამოვიმეტეთ ახლა, რომ მაია, რა წავიკითხე, იცი? წინანდლის სასახლეში ყოფილა ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ეს მეც არ მახსოვს, იცით რა? ვარ ნამყოფი, მაგრამ არ მინახია. თუმცა წაკითხული მაქვს, რომ წინანდალში სწორედ ამ სერვიზით არის გაწყობილი ინტერიერი. არის ზუგდიდის ფაიფურის ქარხანა. ყველა ოჯახში რო იყო ესთებში, ზომების მიხედვით. ეს ძველი ჩვენი საარყე გრაფინები რა ვიცი, არტის გრაფინები ხო, ყველა სახლში იყო ეს. კი, იყო. დიდი კოლექცია გვაქვს ჩვენ, 7000 ცალი მქონდა და ეხა აქიდან დიდი ნაწილი გადავარჩიეთ. სუპოვნიკები ძალიან გადავარჩიეთ, ბევრი გვაქვს. ეს თქვენი ახალგაზრდობის ნაგროვები თებშებია, როგორც ვიცი, ხო? ესენი. ეგენი გერმანიდან ჩამოყონდა თითო-თით. იქაურ გერმანიაში სტუდენტობის დროს ნაყიდებია. რა ლამაზებია. კუზნეცოვი უწერია და რა ვიცი, იქნება ვიცი. კუზნეცოვი როგორ არა? ეს ადრე ხო ელა გათქვენ სივრცეში. ეს თანამედროვეა მაია. ხო, მაგრამ ულამაზესი ფორმა აქვს და ფერიც ძალიან ლამაზია. მაგრამ ეს არაა ძველი. იქიდან იმაში ურევია რაღაცები ჩეხურები. კი. რუსულებიც. რა ვიცი, ვენურის კამებიც გადავარჩიეთ ბევრი, 1.50 კი შეგროვდა. ესე იგი ვენურიც არის და ხო ჩვენ ხო ვიცით რომ საქართველოშიც ამზადებდნენ ამას. ბამბუკის კამები, ამას მაგიდაც აქვს. ამას მაგიდაც გვგზევით, კი, ესეც შეიძლება. ამას მაგიდაც აქვს და ორის კამი აქვს. კი. გაროშკები. ეგეც ძალიან მოთხოვნადია ახლა. გიჟდებოდი, ძალიან მომწონდა და ახლა ყვავილებიანი მირჩევნია. მეც. ერთი დავიტოვე, ერთი კომპლექტი უბრალოდ კოლექციაში რომ მქონდეს, თორე მეც აღარ გადამიერა ამ პერიოდმა. ეს ქსოვილები რა არის, მაია? ეს ქსოვილები რასაც აღარ ვიყენებთ ჩვენი სამკერვალიდან, რაც აღარ გვჭირდება, რაც ზოგი შევკერეთ ბალიშები და ეს ინდურები. ის არის ეს ბრენდია მე მგონი რაღაც უნდა გქონდეს. 20 აპრილის ჩათვლით დავიწყეთ უკვე, ბევრი ხალხი მოდის, ბევრი უკვე იყიდება, ბევრი ყუთი გვაქვს დაძეძგილი და სავსე. 20 აპრილამდე იქნება აქაურობა და შეგიძლიათ მობრძანდეთ და შეიცილეთ.